ეგრესი გვაქვს, რა თქმა უნდა, უდიდესი და ძალიან მძიმე ვითარება, იმიტომ რომ ამ კანონის მთავარი, ასე ვთქვათ, ზიანი, რომელიც ქუიართემს მიადგა კანონის შედეგად, არის ის, რომ სტიგმა გაძლიერდა და სახელმწიფომ ფაქტობრივად პირდაპირ ღიად პირველად ესე ღიად აღიარა და თქვა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი, მისი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი არ არის ღირებული, ისინი არ უნდა სარგებლობდნენ იგივე უფლებებით და შეუძლია მათ პირად ცხოვრებაში და მათ სხეულებშიც კი ჩაერიოს. და ეს იმდენად მძიმე ამბავია და იმდენად მტკივნეული და იმდენად გამომცლელი სრულიად იმ უსაფრთხოების განცდისა, რომელიც არც მანამდე არსებობდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტკივილი და ძალადობა აქვს თემს გამოვლილი წლების განმავლობაში, მაგრამ რაღაცა თითქოს კანონი მაინც რო გიცავს, რომელიც შეიძლება სათანადოდ არ გიცავს, მაგრამ ამისთვის ბრძოლის რაღაცა სივრცე მაინც ჩნდება და ესეც რომ გეცლება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული აღმოჩნდა ბევრი ქუიარისთვის და ბევრმა დატოვა ქვეყანა. მე მგონია, რომ პოლიტიკური დაპირისპირების საგანი კი არ გახდა LGBT უფლებები იმდენად, რამდენადაც მანიპულაციის კარგი იარაღი გახდა ადამიანების ფიქრებით, ემოციებით და ეს არ დაწყებულა ახლა უშუალოდ აი ანტი-LGBT კანონმდებლობით. პრინციპში ქართული ოცნების ხელისუფლება მოსვლის პირველივე წელს პოზიციონირდა როგორც საკმაოდ ჰომოფობიური ხელისუფლება. იმიტომ რომ ყველას გვახსოვს 2013 წლის 17 მაისის მოვლენები, არც მანამდე იყო იავარდით მოფენილი ნამდვილად LGBT თემის უფლებების დაცვის საკითხი, მაგრამ ასეთი მასშტაბის ძალადობა, რომელიც დაუშვა ამ ხელისუფლებამ, შემთხვევითი არ ყოფილა ამაში ვარ დარწმუნებული. ეს იყო სწორედ იმის დემონსტრირება, რომ ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ისინი დააშენებდნენ თავიანთ პოლიტიკურ კაპიტალს. იმიტომ რომ სინამდვილეში ღირებულებით იკუთხით სრული სიცარიელია რა, არანაირ ღირებულებით სიბრწყეზე არ დგას ქართული ოცნების ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური ჯგუფი, არანაირ იდეოლოგიაზე არ დგას და რაღაცას უნდა მოეჭიდოს. და მიუხედავად იმისა, რომ მე ღრმად მწამს, რომ ქართული საზოგადოება არ არის ისეთი დოზით ჰომოფობი და ისეთი ფორმით ჰომოფობი და მით უმეტეს ძალადობის მომხრე, როგორადაც მას წარმოაჩენს ქართული ოცნება, მაინც, რა თქმა უნდა, ამ ტიპის პოლიტიკას ყავდა გარკვეული დასაყრდენი ამ საზოგადოებაში და, რა თქმა უნდა, ჰომოფობიის პრობლემა არსებობს და სადეს რომ აი რაღაცა თუნდაც არც ისე დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური განწყობები, რომელიც საზოგადოებაში არის, კიდევ უფრო მეტად გაეღვივებინათ, შეექმნათ აი ამ საკითხის მუდმივად ტირაჟირებით ხელოვნური მტრის ხატი, რომელიც ძალიან დაეხმარებოდათ მათ რეალური პრობლემებისგან ამორჩევლის ყურადღების გადატანაში და ნაცვლად იმისა, რომ მართლა იზრუნოს ამ ხელისუფლებამ ბავშვების უფლებებზე, მოწყვლადი ჯგუფების უფლებებზე, ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე, ეკონომიკურ საკითხებზე და ასე შემდეგ, გვთავაზობს სრულიად ტრაფარეტულ, ხელოვნურ, აბსურდულ პოლიტიკას, რომელთაც თითქოს ბავშვებს იცავს და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ელემენტარული წამლის მოპოვებისთვისაც კი ბავშვებს და მათ ოჯახებს რამხელა ბრძოლის გავლა მოუწიათ. არანაირი კავშირი ამ კანონს ბავშვების ინტერესების დაცვასთან არ აქვს. მეტიც ის ურტყამს ბავშვთა უფლებებს, იმიტომ რომ ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი არის ქუიარი, არის თვითგამორკვევის პროცესში, მოზარდები, ხშირად არიან ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის თუ არა, გამოხატავენ თავს იმგვარად მათ შორის, რომელიც შეიძლება ასეთი ტიპის პოლიტიკის შედეგად ესეთი ბავშვი გახდეს დამატებითი რაღაცა სტიგმის, ბულინგის, აგრესიის მსხვერპლი. ხედავთ იმისა, რომ ეს ჰომოფობიური პოლიტიკა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ხელისუფლების მხრიდან, ყოველთვის ესე ღიად არ გამოხატავდნენ ამას, ცოტა ისეთი პოზიცია ეჭირათ, რომ თითქოს არც ჩვენი უფლებების დაცვაზე ამბობდნენ უარს, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ალტინფო იყო თუ ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც ქუიართემს თავს ესხმოდა, იყო ალიანსში ხელისუფლებასთან და ეს იყო ამ რაღაცა ერთი დიდი პოლიტიკის ნაწილი. 2014 წლის 17 მაისს საპატრიარქომ უკვე დააწესა ეს რაღაცა ოჯახის სიწმინდის დღე და
რა ვიცი, ოჯახები ჩვენც გვიყვარს და კი ბატონო წმინდა ოჯახი, რატომაც არა, მაგრამ აი სიძულვილის დღეს, ყველაზე დიდი აგრესიის დღეს და ტრამვები რომ მიაყენე ადამიანებს. ამ ხილა ინსტიტუციამ, საპატრიარქომ და ხელისუფლებამ ერთობლივად და აი ამას რო შენ მე რა ესეთი ლამაზი სიტყვებით ფუთავ, აი უბრალოდ ფარისევლობაც არის ისაძაგლიც მავნებლობას ბოროტებაა მართლა რა და ამ ბოროტების გაგრძელება ის რასაც ამ კანონით ხედავთ. ესეთი აქტიური ჰომოფობიური კამპანია როცა მიმდინარეობს ხოლმე, ეს აისახება ხოლმე შემდეგ რაღაცა ესეთ ერთეულ შემთხვევებზეც და ყველაზე დიდი დარტყმა ნამდვილად მოვიდა ტრანსგენდერ ადამიანებზე, პერსონალურად ყველაზე მეტად ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაზე აისახება ძალიან პრაქტიკულ დონეზე, იმიტომ რომ თუ კი მანამდე თქვათ იყო რაღაცა შემთხვევები, როცა თეორიულად დაიშვებოდა მაგალითად პირადობის მოწმობაში ჩანაწერის ცვლილება ეს საერთოდ შეიზღუდა, ამაზე საუბარიც კი მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში მოგებული აქვს საქმე ქართულ ტრანსგენდერ ადამიანებს ერთობლივად იმ წესების გაუმჯობესების მიზნით, რაც მანამდე არსებობდა და ეხლა საერთოდ ჩაიკეტა ამის შესაძლებლობა. ასევე კრიმინალის და ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, ანუ ისეთი სერვისების, რომლებიც სქესის შეცვლის ოპერაციას გულისხმობს, ან სხვა პროცედურებს, როგორიც არის ჰორმონოთერაპია და ასე შემდეგ და ამან დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მაგალითად ის ტრანსგენდერები, რომლებიც უკვე ამ მკურნალობას გადიოდნენ. და გამოდის, რომ ვეღარ უნდა გააგრძელოს ლეგალურად ეს მკურნალობა, ხო? იმიტომ რომ ექიმი შეიძლება მართლა დაიჭირონ, მაგის გამო ყოველ შემთხვევაში კანონი მაგას ამბობს. ან უნდა დატოვოს ქვეყანა, ან მიწის ქვეშეც უნდა გაგრძელდეს ეს პრაქტიკა. და აი, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ძალიან მომატებულ ჯანდაცვის რისკებს კონკრეტულ სამ ადამიანებისთვის. ფაქტია, რომ აი ამ რაღაცა ინტენსიურმა რეპრესიულმა პოლიტიკამ, რომელიც ხელისუფლებამ აწარმოა, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, რომ ვერ მოხერხდა იმგვარი სოლიდარობის კონსოლიდაცია და იმგვარი წინააღმდეგობის ორგანიზება ამ კანონთან მიმართებაში, რომელსაც მე როგორც აქტივისტი ვისურვებდი, მაგრამ ამას ვერ შეეჭიდებოდა ვერც ცალკეული ანა სუბელიანი ან რომელიმე სხვა აქტივისტი, ვერც თბილისი პრაიდი, რომელიც მისი მცდელობისა წლების განმავლობაში ყოფილიყო რაღაცნაირი გამაერთიანებელი ძალა ამ კუთხით და ვერც თქვათ ერთიანობაში queer საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. ამას ჭირდებოდა მთელი სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე ერთიანობა. ის რომ ეს ვერ შევძელით, როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ, ეს არის მთელი საზოგადოების დიდი მარცხი რაღაცნაირად და თვალი უნდა გავუსწოროთ მაგას, რომ ჩვენ როგორც საზოგადოებას, რომელიც აი ევროპულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე ვართ ორიენტირებული, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე და ასე შემდეგ, მაინც შერჩევითი მიდგომები გვაქვს ხოლმე. სტრატეგიული დუმილი, სტრატეგიული პასიურობა, რომელიც ითვლებოდა, რომ იყო ყველაზე რაციონალური და ჭკვიანური პასუხი იმ აჟიოტაჟზე, რომლის წამოწყებასაც ცდილობდა ამ თემის შემოგდებით ქართული ოცნება, მაგრამ მეორეს მხრივ გამოვიდა, რომ სათანადოდ არ გაჟღერდა მართალი ხმა და არ დაფიქსირდა ის, რომ თუკი ჩვენ ნამდვილად მივილტვით ევროპული ღირებულებებისკენ, თუკი ჩვენ ნამდვილად მივილტვით ადამიანის უფლებების დაცვისკენ და ასეთი დემოკრატიული და თანასწორობაზე ორიენტირებული საზოგადოების და სახელმწიფოს შენებისკენ, მაშინ არ უნდა გვეშინოდეს ამ თემებზე ღიად საუბრის და მე მგონია, რომ ცოტა შეეშინდა სამოქალაქო საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ მგონია, რომ ეს არის სამბოლოო ჯამში აი დრო რო გავა და უკან მოვიხედავთ, მთლად სწორად არ მივიჩნევთ ამ პერიოდს, ესე მგონია.